დააკვირდით ამ ადამიანს, აი ეს ნაწილი მისი სხეულის არის სათესლე პარკი გაგანიერებული ლიმფედემის შედეგად. აი ამ ქალბატონსაც აქვს მესამე სტადიის ლიმფედემა, როგორც ხედავთ ფეხებზე, რამდენად შეშუპებულია მისი ქვედა კიდურები დააკვირდით და ლიმფედემა მარტივად რომ აგიხსნათ, არის არაფერი გარდა იმისა, რომ სხეულში და უჯრედშორის სივრცეში გროვდება დამატებითი სითხე. ამ ჭარბი უჯრედშორისი სითხის დაგროვების უმთავრესი მიზეზი კი არის ლიმფური დრენაჟის გაუარესება. ამ ვიდეოზე თქვენ ხედავთ ლიმფურ სისტემას თავისივე ლიმფური კვანძებით, რომელიც მთლიან ორგანიზმში არის დაქცელილი და სწორედ ეს სისტემა უზრუნველყოფს უჯრედშორისი სითხის რეცირკულაციას. ლიმფური სისტემის დრენაჟის გაუარესებას და ლიმფედემის ჩამოყალიბებას კი აქვს უამრავი მიზეზი. მათ შორის არის მაგალითად პირველადი ლიმფედემა, რომელიც უშუალოდ ლიმფური ძარღვების აგენეზიის ან ობსტრუქციის ხარჯზე შეიძლება განვითარდეს. ამას გარდა არსებობს მეორადი ლიმფედემა, რომელიც მაგალითად ინფექციური დაავადებების შემდეგ ყალიბდება, ან მაგალითად სიმსივნური საფუძველი აქვს, წარმოიდგინეთ სიმსივნე, რომელიც ინფილტრაციას აკეთებს ლიმფური კვანძის, ანუ ამ ლიმფურ კვანძში მრავლდება და აღწევს შიგნით, ან სხვაგვარად კომპრესიას უკეთებს მაგალითად ლიმფურ ძარღვს და ამით დრენაჟს აუარესებს.